ყველა ოჯახს საკუთარი პასკის ცხობის ტრადიცია აქვს და ასია მაიბიშიც. ჩვენთვის სააღდგომო პასკა ასოცირდება სინოტივესთან, ციტრუსის მსუბუქ არომატთან და სანელებლების იდეალურ ბალანსთან. პასკის მომზადება მის გამოცხობამდე ბევრად ადრე იწყება. ახლად გაბწკვნილ ფორთოხლის კანს კარგად ვრეცხავთ და შაქართან ერთად რამდენჯერმე ვადუღებთ. რა თქმა უნდა, ჩირეულის თრობაც არ გვავიწყდება. ცომს მხოლოდ ახალი და ნატურალური ინგრედიენტებით ვამზადებთ. ვამატებთ სანელებლებს, ლიმონის პასტას და სველი საფუარით მომზადებულ აპარას, რაც პასკას განსაკუთრებულ გემოსა და ტექსტურას ძენს. კარაქის შეყვანის შემდეგ ვიღებთ ასეთ ცომს. ფორმებში განაწილებამდე წინასწარ მომზადებულ ცუკატებს და ქიშმიშს ვურევთ. სულ მალე სამზარეულოში მაგიური სურნელი ტრიალებს. შედეგად ვიღებთ ნოტიო და ამავდროულად ჰაეროვან პასკას. გემოს, რომელიც ბავშვობას გვახსენებს.